ასე რომ როცა ორი მათგანი გადის, სიტუაცია მკაცრად კონტროლდება. ჩვენთან ერთად არის პენსიაზე გასული გენერალ-ლეიტენანტი კით კელოგი, ყოფილი თანაშემწე და სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, America First Policy ინსტიტუტის თანათავმჯდომარე. გენერალ, ყოველთვის ასიამოვნოა თქვენთან ყოფნა. დიდი მადლობა, რომ აქ ხართ ჩვენთან ერთად. ამ ლიდერის განცხადება ამბობს, რომ ისინი მტკიცედ არიან განწყობილნი. ისინი აიღებენ კონტროლს ჰორმუზის სრუტეზე. ეს რა თქმა უნდა ამ ეტაპზე მათი ყველაზე ძლიერი იარაღია და ისინი გადაწყვეტილი აქვთ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს. რას ფიქრობთ ამაზე? დიახ, მადლობა, სასიამოვნოა ყოფნა. ნახე, ამ კაცმა არ იცის ვისთან აქვს საქმე. როცა კამენეის უყურეთ, მას გაუმართლა რომ ცოცხალია. და კალიბა, პარლამენტის ლიდერი, ან რეიტი, კანცლერი, ისინი პრეზიდენტ ტრამპს ვერ იგებენ. ის რამდენიმე წამშია მათი ეკონომიკური ცხოვრების მოსპობამდე კარგის კუნძულიდან ან ამ კუნძულებიდან სრუტეში. როგორც ნახეთ, მათ გადამისამართეს გემები სრუტეში გასასვლელად. ისინი გადიან ერთ ადგილას, რომელსაც ლარაკის კუნძული ჰქვია. ეს ის პატარა კუნძულია, რომელიც სამხრეთით მდებარეობს. იქ არის მათი სარდლობა და კონტროლი, არა ქაშმირში, დიდ კუნძულზე. ჩვენ არ გვჭირდება თეირანის ცენტრში წასვლა. უბრალოდ უნდა უთხრათ მათ, მოლაპარაკებებში თქვენ სიცოცხლეს შევინარჩუნებთ. ეს საუკეთესოა, რაზეც შეგიძლიათ იმედოვნოთ. მაგრამ როცა შურის ძიებაზე საუბრობთ, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მათ როგორც ცივილიზაციას გავანადგურებთ, ის სერიოზულად ამბობს ამას. ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა დან კეინისა და მდივან ჰექსონის ხელმძღვანელობით. ბოლო 30 დღეზე მეტში დავამტკიცეთ, რომ მათ არანაირი გზა არ აქვთ, რომ შეგვაჩერო. ამიტომ, როცა ამ მოლაპარაკებებში შევდივართ, ეს არ არის თანასწორებს შორის საუბარ. ეს არის შეერთებული შტატები, რომელიც შემოდის და ამბობს, ასე იქნება. ისტორიამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ დომინანტები, ზალა, მომავალში ჩვენ ამას შევძლებთ. დავწმუნდეთ, რომ ამას გაიგებ. თუ გინდა ჩვენთან თამაში, ორ კვირაში გაგიმართლებს თუ რეჟიმად გადარჩები. ჩვენ ამას შევძლებთ, გავაგრძელებთ იმას, რაც გვინდა. ეხლა მოვითხოვთ იმას, რაც გვინდა. ეს არის რაღაც, რაც მე იცი, როცა შენ მე ვთქვი, რომ ის თქვი, რომ ისტორიას უნდა მიუმართო, როცა უგრუნდები რომაელებს და კართაგენელებს, მაგსენდება, როცა მათ სამი პუნიკური ომი აწარმოეს. მესამედ რომაელებმა თქვეს, ამ ხალხით დავიღალეთ. ისინი კართაგენში წავიდნენ. მათ ქალაქი აირეს, მათ ყველაფერი დაწვეს და 50,000 თქვე აიყვანეს. დაახლოებით ამ ეტაპზე ვართ ახლა. ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ეს საქმე თუ გვინდა. პრეზიდენტი ტრამპი და ისინი ვერ იგებენ პრეზიდენტ ტრამპს. ისინი არასწორ ადამიანთან აქვთ საქმე. გაიგეთ, რისი გაკეთება შეუძლია მას. რადგან აშკარად ზოგიერთი ამ ადამიანთაგანი განზრახ დატოვეს ცოცხალი, რადგან ჩვენ გავიარეთ რიგები. ჩვენმა არმიამ მოხსნა ხამენეი, ლიდერი, მეორე. აიათოლა იმ 87 წლიან პერიოდში, როცა ეს თეოკრატიული ლიდერობა მართავს ირანს. მაშტა პრეზიდენტმა თქვა რამდენიმე დღის წინ, კარგი, ეს ადამიანები, ვისთანაც გვაქვს საქმე, უფრო მოქნილები არიან, ისინი უკეთესები არიან. ეს ლიდერთა ჯგუფი. შეგვიძლია მათთან მუშაობა ვფიქრობთ. ეს ხომ არ ეთანხმება იმას, რასაც თქვენ ამბობთ. კარგი, მე არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია. როცა უყურებ კალიბაბს ან არაქტის, ორივე რევოლუციური გვარდიიდან არიან. ისინი IRGC-დან მოვიდნენ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არ არიან. მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ვინც ხავს, არის პესეშქიანი, რომელიც მათი პრეზიდენტია, მაგრამ დანარჩენები რევოლუციური ლიდერები არიან. ისინი უკვე 80 წელია აშეთს ებრძვიან და შენ გაქვს ფოტო ვახიდთან ერთად. ის ნამდვილად ასეთია. ეხლა ის IRGC-ს ხელმძღვანელობს, მაგრამ ასევე ძველი რევოლუციონერია. ასე რომ შენ საქმე გაქვს ადამიანებთან, რომლებიც ნამდვილად სწამთ. მათ მტკიცედ სჯერათ, რომ აშშ-ში დიდი სატანაა და ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არ არის სავაჭრო შეთანხმება. ეს ომია. ჩვენ ომს ვაგვარებთ. ჩვენ ვართ გამარჯვებულები და შევალთ როგორც გამარჯვებულები. ეს არ გავს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას ქვეყანაში. არა. თითქმის. რასაც ისინი გვიგზავნიან არის ის, რომ მათ სჯერათ, რომ გადარჩნენ და ეს არის მათი სტანდარტი. ლიდერობის გადარჩენა და IRGC-ის გადარჩენა. დევიდ კლაუდი Wall Street Journal-დან დუბაიში ამბობს, თეირანი გამოვიდა 38 დღიანი ომიდან შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან. თავისი მთავარი მიზნის საკუთარი გადარჩენის უზრუნველყოფით და ორი პოტენციური სტრატეგიული მოგებით. ჰორმუზის სრუტის კონტროლი და ახალი შეკავების მექანიზმის შექმნა ფართო მასშტაბიანი თავდასხმების წინააღმდეგ, მისი მოწინააღმდეგეების მხრიდან. რა სიტყოდით ამაზე? მე ვფიქრობ, ეს შეფასება საკმაოდ არასწორია. ის შეცდომას უშვებს და ცუდად დაწერა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, პრეზიდენტი ტრამპია, რომელიც მზადაა მათთან საუბრისთვის.
მაგრამ ყველა კოზირი მის ხელშია. მათ არც ერთი კოზირი არ აქვთ. როცა ისინი გადარჩენაზე საუბრობენ, მას შეუძლია ეს წამში დაასრულოს. და როცა უყურებ იმ ფაქტს, რომ ის არის ლიდერი, რომელიც მათ ახლა IRGC-სა და რევოლუციურ საბჭოსთან ერთად გაანეიტრალეს, ჩვენ კამენეი საერთოდ არ გვინახავს და არ ვიცით რა მდგომარეობაშია ის. მაგრამ წავიდეთ წინ, თუ საჭირო იქნება. არ მეპარება ეჭვი, რომ დანკანი ამას შეძლებს. ეჭვიც არ არის, რომ რექსეთი ამასაც შეძლებს. ეს მხოლოდ დროის საკითხია. მე მათ ვეტყოდი, როცა ამ მაგიდასთან მოხვდებით, გაგიმართლათ, რომ ცოცხლები ხართ. ხვალ შეიძლება ასე აღარ იყოს. მაშ, უნდა გამოვიყენოთ ეს უპირატესობა. გულწრფელად რომ გითხრა მარტა, მე მაგ მოლაპარაკების მაგიდასთან ნამდვილ მკაცრ ნაბიჯვარს დავსვამდი. და სწორედ ეს ყავს აქ. იხილეთ ეკრანზე დეტალები მოლაპარაკების მაგიდის შესახებ. ესენი არიან ევასა და ირანს შორის მოლაპარაკებების მთავარი ფიგურები, მათ შორის ვიცე ვენსი. გთხოვთ ეს სურათები ეკრანზე გამოიტანეთ, შემდეგ ყავს სტივ ვიტკოფი. მეორე მხარეს ჯარედ კუშნერია. მინდა აღნიშნო, რომ ირანის ხელმძღვანელობასთან ასეთი დონის დისკუსია არ გქონია. ან ქვეყანასთან ურთიერთობა არ გვაქვს კარგი? ასე რომ ყველაფერი რაც ნახეთ იყო შუაში მდგომი ჰუმანიტარი, რომელთანაც შეთხობინებები იცვლებოდა. რაც პაკისტანში ამ შაბათ-კვირას მოხდება, ძალიან განსხვავებული იქნება. მეორე მხარეს მაგიდაზე ვყავს მოჰამად ბაღერ ღალიბაფი, პარლამენტის თავმჯდომარე და აბას არაქთი, რომელიც ამერიკელებისთვის უფრო ცნობილია როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი. ის არის პრესპიკერი. ჩვენ გვაქვს სწორი გუნდი მაგიდასთან, რომ იმ სიმტკიცით ვილაპარაკოთ, რასაც თქვენ გვირჩევთ, გენერალო. მე კიდე მესამეს დავამატებდი და იქ ვინმეს დავაყენებდი, ვინც სერიოზული ლიდერია, სამხედრო ძალის მნიშვნელობა ესმის და იქცავა, არამშენებელი. ის სამოქალაქო ინჟინერი არ არის, მაგრამ კარგი, ის ჩემი მეგობარია. ეხლა გამოვააშკარავებ მას. მაგრამ ვიღაცა ისეთი, როგორც ჯეკ კინი, ასეთი ადამიანი ადგილზე გაგზავნე და უთხარი. ასე იქნება ყველაფერი მომავალში. როცა არაქტის უყურებ, მან წიგნი დაწერა მოლაპარაკებებზე და როცა ბაზარზე ლაპარაკობს, გაცვლაზე საუბრობს. და მე დავწმუნდებოდი, რომ ისინი მოლაპარაკების მდგომარეობაში არ იქნებოდნენ. მათ გაუმართლათ, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და ჩვენ მოვითხოვთ, ჩვენ ვართ ხელმძღვანელები და კონტროლზე ვართ. ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ რაც გვინდა და იქ უნდა ვიმოქმედოთ. ისინი ამ ომს ვერანაირად ვერ იგებენ და მე ვფიქრობ, ფაქტია, რომ ჩვენ მივეცით მათ საშუალება, ეცადათ ჰორმუზის სრუტის გავსნა და ვაცადეთ გადარჩენილიყმე. ისინი ამას კარგად ვერ აკეთებენ. ისინი ამას იმიტომ ათებენ, რომ გაუმართლათ. ამიტომ ჯერჯერობით იცით, ჩვენ არ ვიცით, რა წერია თითოეული მხარისთვის განკუთვნილი ბოლო ვერსიის პუნქტებში. ჩვენ ვიცით, რომ იცით გამდიდრების თვალსაზრისით ისინი თვლიან, რომ ეს მათი როგორც ქვეყნის უფლებაა გაამდიდრონ. ისინიც ასე ფიქრობენ. რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტ პესაჩკინს ვესაუბრე და მან მითხრა, გვაქვს უფლება გავამდიდროთ ურანი და ჩვენ არ ვამდიდრებთ მას იარაღისთვის საჭირო დონეზე. ჩვენ ვამდიდრებთ იმ დონემდე, რა დონეზეც აია მოგცა ნებართვა და სწორედ ამიტომ ვრჩებით ამ დონეზე ძირითადად. ეს არის მისი არგუმენტი. რადგან ეს არის ის, რისი გამოყენებაც შეგვიძლია, როგორც ძალაუფლების ბერკეტი მსოფლიო არენაზე, რომ შევინარჩუნოთ ეს დონე, ოდნავ ქვემოთ იარაღისთვის საჭირო დონეზე. რას ფიქრობთ ამაზე? კარგი, მესმის, რომ ის ირანის პრეზიდენტია, მაგრამ სინამდვილეში არ იცის რა ხდება. მათ უფლება ქონოდათ იარაღისთვის საჭირო მასალა, ბოდიში. JCPOA-ის მიხედვით, მათ შეეძლოთ 3.67%-მდე გამდიდრება, მაგრამ ეს გადააჭარბეს. ყოველთვის, როცა 20%-ს ან მეც აღწევ, იარაღისთვის საჭირო დონეს უახლოვდები. და ჩვენ ვიცით, საკმაოდ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ურანს ამდიდრებდნენ 60%-ით, 80%-ით. ისინი იარაღისთვის საჭირო დონეს ესწრაფვიან. თავიანთი საზღვრით, რაკეტების ფლოტით, სადღაც მიდიოდნენ. ჩვენ ავიცილებთ თავიდან ჩვენს წინააღმდეგ ბირთვული იარაღის სწრაფ მოპოვებას. ყველა მიცოდა ეს, პრეზიდენტმაც და ჩვენც. ამიტომაც მან დატოვა JCPOA. გენერალო, გითხავთ. ერთ-ერთი მიზეზი. როგორ ვლინდება სამხედროების ყოფნა ქუჩებში? თუ ისინი ამ შეხვედრაზე შევლენ და იტყვიან არა, იცით, ჩვენ აქ ვართ, ვაკონტროლებთ სრუტეს, თითო გადასვლაზე 1-დან 2 მილიონ დოლარს ვიღებთ. გვაქვს წყალქვეშა ნაღმები. ვიცით, რომ ჩვენ საახჭურვილობას დაარტყეს, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს სიღრმეში რაკეტების სილოსები, რომლებსაც შეგვიძლია გაუშვათ ნებისმიერ გემზე ან თქვენს ხალხზე, თუ კარბის კუნძულზე გადმოსხებიან. რა სიტყვით? მე პირდაპირ მოლაპარაკების მაგიდასთან ვიტყოდი. თუ ასეთ რამეს გააკეთებთ, ყველაფერი დასრულებულია. ვიცით სად ხართ და სად ცხოვრობთ. მოგძებნით და თქვენ უკვე აღარ ყავთ დიდი არმია. მაგასაც მივხედავთ. შეგვიძლია კარგის კუნძული, 5 კუნძული სრუტეში, კაშმის კუნძული და ლარაკის კუნძული ავიღოთ. ჩვენ უბრალოდ შევდივართ იქ და ამაზე ვაფრთხილებთ მათ. ეს არ ექვემდებარება მოლაპარაკებას.
ასია საქმე. ჩვენ ვეთქვით მათ, რას ვაპირებთ და ისინი გადაამისამართებენ მოძრაობას სრუტეში, რომ ის ირანს უფრო მიუახლოვდეს. ძველი გზა უფრო სამხრეთით იყო. სწორია, მეგობრულ ზონასთან ახლოს. აღარ არის ასე. ჩვენ გადავამისამართეთ მოძრაობა, როგორც საჭირო იყო. ზოლები იქ აღარ არის. გადაამისამართებენ. თავისუფლად ნაოსნობა. გონია თუ გადაიხდი, ისინი ნაღმების გარედან გაგატარებენ. ასეა? ძალიან სწრაფად ბატონო, თუ შეგიძლიათ. დიახ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ეს გამოვავლინოთ დრონების გამოყენებით, წყალქვეშა დრონებით ან ნაღმსაწინააღმდეგო გემებით. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ წინასწარ გავფრთხილებთ, თუ ნავთობის ტანკერი ან გემი განადგურდება, ჩვენ მოვიქცევით როგორც რონალდ რეიგანი, გემებს მივაცილებთ და უზრუნველყოფთ შესაბამის გადახდას. ამას ვითხოვ. მაშ, უთხარით მათ, დღეს ცოცხლები ვართ ამის გამო, ხვალ კი მოგგვდებით თუ დაარღვევთ. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველის პაკისტანში და ჯერ არც კი გვისაუბრია ისრაელსა და ლიბანზე, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ გადაცემაში. გენერალ კელოგი, დიდი მადლობა.